ძვირფასო მეგობრებო, მივესალმებით ჩვენი განაცემის სტუმარი ნიკა ნარსია. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. ესე იგი, პირველად მყავს გადაცემაში ნიკა რეკორდსმენი. ოღონდ ცოტა უცნაური რეკორდსმენი, იმიტომ რომ ჯარიმებში რეკორდსმენი ხარ ერთადერთი ამ ქვეყანაში და სოფლიოში ხარ, მე მგონი პირველი ადამიანი ხარ. რამდენი ჯარიმა გაქვს? ეხა ადგილზე მაქვს, რამოდენიმე დავკარგე, რამოდენიმე ბავშვმა შემიჭამა და რა ვიცი, ბავშვი თაგმა შემიჭამა რამდენიმე. ეს რა? ესე მაჯილდოებენ ობლიგაციებით. ობლიგაციებით. დავითვალოთ, აბა რამდენია? და ნაწილი ერთი საქმემდე სასამართლოში არის. 3, 4, 5, 6, 7, 8 არის აქ. კი, 8 არის აქ, 2 ფორმულაში დამჭა, გუშინ ვიყავ ეთერში. და გუშინ მოუტანეთ მე-18, უბრალოდ 17 ქონდა და ველოდებოდი 3 დღე ძალიან მოვიწყინა მათ გარეშე. 18 ჯარიმა, ხო? ესე იგი, რამდენი გამო 80,000, 18 რამდენი, ხო? 90,000. 90,000. 90,000 არ ხო, ხარეს 90,000. 90,000 მიჭირავს ხელში. აი, ესა კი გვეციდება, მაგრამ სატირალი ამბავია რა. ეს ხალხი რომ მოდი ყოველდღე მოდიან, ესე იგი, ხო? ეს გიკაკუნებენ. დილით 8-ზე გამოხნევებული ალყა აქვთ. ეს მოვარდებიან პოლიციის მანქანები, აკაკუნებენ, ჩემს ბავშვს უკვე მიაჩვიეს დილით იღვიძებს ადრე, მაგათ წყალობით და დამადგენ დილის ბრახუნეს გავაკარები, რა ხდება პოლიცია რა ვიფიქრე, მეთქი ხა ან ციხეში მიყავ, ან ჩხერგაზე შემოდიან და ჯარიმა რომ მითხრა, ხო მეთქი. გესიამო. ой, და მეთქი ჯარიმა ხა. მოდი. გაგახარებ მე ჯარიმა. ხო და უამრავი ხალხი გავიცანეს სხვადასხვა. პოლიციელებს უკვე იცნობენ, შეიძლება უკვე დამეგობრდეთ მომავალში, მისვლა-მოსვლა კონდეთ ოჯახებში. ხო. სხვადასხვა ეხლა ვინც პოლიციაში არის მაღალ თანამდებობაზე, საპატრულოში განსაკუთრებით, ჩემი და ჩემი მეგობრის დაწინაურებულია ყველა, ვინც ყველაზე ცუდად გვირტყამდა წვივში, ანუ კისერს გვიღეხდა, ისინი ყველა დააწინაურეს. ანუ ბევრს უყურებ ეხლა რომ სერჟანტი იყო მაგალითად და რაღაც ისეთი სუსტი ახალი მოსული პატრულში და ეხლა რო უყურებ ასეულს მეთაურებიან და რაციები დადიან მოპოტკუნებული მოსიგებული არიან შენი დამსახურებული თქვენი ბიჭები კი ჩვენი ბიჭები დამსახურები და თან მაგრამ ხო ეს რო გირტყავს ადამიანი იმას ხო ეხლა ვიღაცამ ხო უნდა შეამჩნიოს ხო უნდა დაინახოს ხო ანუ ზემდგომმა რომ აი ნახე როგორ ურტყავს პოლიციელი ხო იყო რამოდენიმე შემთხვევა სხვადასხვა ამ დაწინაურება რომ უნდა ერთს რო შეხედეს რომ აი ნარსიას ვცემთ და აგერ დააწინაურეს უკვე სხვაებსაც მოუნდა თავის გამოჩენა და ადგენდა ერთხელ რომ ვიღაცამ გუდავს ის უმფროსმა ანუ ელიზოდა რომ უმფროსმა ვერ დაინახა და დამაყოვნა და რომ შემოიხედა გაიმეორა კიდე რა მე გავიქი ბიჭო გაგხოდა შენ მე რიგი იყო მართლა რომ მოდი დაგაკავ რაღაც სესქიმა პრემიერს უწერენ კიდეც 500 რას ეხა ბოლოს წამაქცია პატრულმა და ვიცნობ ეხა ერთად გავიზარდეთ ჩვენ ფაქტობრივად 8 თვე კარვები ქონდა 2020 წელს და 4 წელი ჩვენ დაჭერის მეტი აფე 40 დაკავა მე პირადად და ისა ყველა შეხვედით სიხლების ასაკში კი ყველა დავაწინაურეთ ჩაბინავეთ და დიპლომები ეს არის და მაგათი დიპლომები მართლა რა ვიცი სახლები აჩუქეს მე შესუსუმ და შემდეგ რო დამაკავდნენ ბორკლის მის მადევდა ყובნებოდი რომ აი ხა იმიტომ ვიძვე ხელისუფლება შეიცვალოს და შენ როგორც ევროპაში ხელფასი 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი ხელფასი გქონდეს სულ ესე ვეუბნებოდი მაგრამ რავი არ ჯეროდა და ალბათ არ ხელისუფლების არ ჯერა და სხვათაშორის მუმლაძეს ერთიანად დაუწერეს 5 მილიონი 5 მილიონი ანუ რამდენიცაც უპირებდნენ 5 მილიონი ერთი ჩეკი მიუტანეს მეტი მის სასამართლო იყო სხვადასხვა გუშინ და ხო თუ 2-3 დღის წინ და
მოსამართლე ცაცვა, რომელსაც ვიცნობ, როგორც დედაჩემს ვიცნობ და მამაჩემს, აი ესე, რომ ერთი 15 თუ 20 ჯერ ვიყავარ განსამართლებელი და რიგებია უკვე რა. არის 41 ნომერი, ერთი დარბაზი სასამართლოში, სადაც ამ 5,000 ლარიანებს ასამართლებენ და 12 საათზე შემთხვევით დაუნიშნეს 3 ადამიანს მომლაძეს და რამოდენიმე ორს და იქ ჩხუბი წავიდა კაცო მე გამასამართლე არა მე და მოსამართლე დამინახა და დამიქნა ხელი ესე მიქნა გააჩერა და მე ვიფიქრე ალბათ ანუ დროს აღარ და 5 შენს და გადია ესე სასამართლე მოსამართლეზე ისე ხარ მიჩეული რომ პირდაპირ ხელი აგიცია ნო აი ჩვენ შეგვიქვა მე ანუ ხათრით ჩვენ შევედით და გაგვასამართლე და ეხლა შენ მითხარი ბოლო ჯარიმა რომელი რიცხვის არის 6 იანვრის 6 იანვრის რომელს სასამართლოსაც მე არ დავესწარი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ხა. ეს რომელი მარტია ხალხო, რავი, 21 მარტია და 6 იანვრისა ჯერ მოტანე, დანარჩი მოსატანია. ეს 5 მილიონი არ არის ტყუილი, მართლა ვიძახი, იმიტომ რომ ეხლა 3-4 თვე რა ყოველდღე 5,000 წერენ და რამდენხანს გაგრძელდება ეს პროტესტი, არ ვიცი. ანუ ყველას გვექნება ბიზნესვალი აბსოლუტურად თელ თბილის და საქართველოს. ხო, იცი ახლა რა უნდა კითხო ახლა ნუ ფაქტიურად ძალიან ბევრ აქციაზე, ნუ თითქმის ყველა აქციაზე შენ ყველგან ჩახარ, ხო? ანუ ესეა რა და ნუ ალბათ პროვოკატორებიც ძირითადად უფრო ანუ შემოგზავნილები ხო არიან აქციაზე, ხო? ანუ ამას ხო ატყობ შენ თვითონაც ხვდები, ხო და ძირითადად უფრო ალბათ შენს გარშემო ტრიალები, ხო? ეგ როგორ ანუ ადვილად ცნობ თვითონ. კი, ისინი რა ვიცი ბევრთან მეგობრობთ, მე ვნახეთ რომ სუს აგენტი იყო, მაგათაც კარვები რო ქონდა 2008 თვე მე 5 ივნისს ცნობილი დარბევა მოხდა ჟურნალისტების ცემეს და შემდეგ მსახიობებიც ყავდათ სხვათა შორის. როგორ მსახიობები რა? აი, მსახიობები მაგათაც პოსტივს უნდა კადრი რომ აქ არის ბომჟები ცხოვრობენ რა. პოსტივის? იმიტომ რომ სასმელი აკრძალული ქონდა. კარვებში რომ არ შეიძლება ახალწეს აი ერთი ჭიქაც არ დაულებია, აი ერთი ყლუპი რო იტყვიან შამპანური, აი აღნიშნეთ რომ აკრძალული იყო აბსოლუტურად და დილის 6-ად რაღაც ფაჩუნი მესმის კარავში ვარ, თენდება რა და ესე გავაგე უყურებ პადონები გვედო გარდა. პადონებზე ზის ერთი დახეული რაღაცები აცვია, ბოთლი უკავია ესე, გადავარდება ეს რაღაცა ლოთი რო წაიქცევა ზის ესე ვიღაცა ეუბნები და ერთი 4 ჯერ დავინახე რომ წაიქცა ადგა წაიქცა მეთქი რა გავოდ პოზიტივის კამერა დგას მსახიობი ყავს ან მსახიობი რა ვიღაცა ტიპის რა მოყვადილი წაიქცევა ის ბოთლი ეგ ბატონო რა მე გავიდა სიუჟეტი რომ აი ვიღაც ლოთი იყო იქ რა ეგეთი სიგიჟეები არ ვარ გახელ ახლა ეს ამოძება წაიქცევა სასაუნდია პოზიტივი ერთი მოგვიყვანეს სხვაშორის რაიონიდან იყო და იქვე სახლი ქონდა ნაკირავები რომ გამოცვლა რაღაც ხო ისა რა ქვია ჩორები ამბავია და მოვიდა და ზუსტად ისოდა ჩვენ სახლი სად იყო ჩუსტები ყველაფერი ჩაწყობილი ქონდა ჩვენთან უნდა გარდმოსულიყო და ეცხოვრა ტიპს და კარავში იქ უფრო უნდა რა იქ დავრჩები მე რა სახლიც იყო კარავთან ახლოს სახლში იქ ხო და ერთი კვირის შემდეგ უკვე დაგვიმეგობრდა ჩვენი გონია რა ჩვენი მეგობარი არის სადღაც გავუშვეთ მოვა ერთ დღეს გვირეკავენ სადღაც აქცია გვაქვს ახლო სამინისტროსთან არ მახსოვს და კარავი დაიწვა მივარდით ახლა გუნგახეთქილებით არავი დაიწვა რა ხდება მივედით პუფები ყველაფერი აი ნახშირია რა ერთი კარავი 6-დან დამწვარი არის და აგდია ქურთუკის ესა რა სამკლაური აგდია მარტო და ეს ტიპი აქ რა მეჭუბებით ახლა აქ სიტყვის ვერ გავიმეორე ბაცი ბაცი ეს ის კაცი ხო ჩუსტებით რომ მოვიდა ჩუსტებით რომ მოვიდა ზესტაფონი და ასაკეთებ და ესეც პოსტის უნდა და ეს სიუჟეტი რომ კაროვიდი ლოთავობენ ესე გვებწოდნენ და აი ამ სამკლაური ვაგდია ესე ავიღე და ეს რა არის მეთქი ბიჭო და ეს ძალიან უშუალო სიტყვებით და ესე მიყურებს და აი ხა ეს მეჭხვევი პატარა მიმეწო პატარა მიგიწო შემიგდადე პატარა მიუწო თავარი გავიდა პოსტი ხო ახლა შე ქუთაისელი ხარ
ხო? ქუთაისშიც აქციებს ყოველთვის შენ აორგანიზებ ხოლმე თითქმის, ხო? ანუ ვაორგანიზებდი ხა აქეთ დედაქალაქთან წამოვედი, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა მაშინ იყო ისეთი 2013-ში, 14-ში, 15-ში ისეთი პრობლემები და ეხლა მართლა რუსები არიან, ხო? ჩვენ მაშინაც ვიზახდით, მაგრამ მაშინ ბევრს არ ჯეროდა. ხო. ანუ ქუთაისის აქციებიც საინტერესოა ხა. ერთი ახალ წელს იყო 2021-ში, მე მგონი ეგეთი კამპანია, რომ დაიდოს ვადამდელი არჩევნები ახალი. რომელი წელია? 2021 წელია, კარვები გვაქვს რა, კარვის პერიოდი და თბილისი მოიხატა კედლები, რომ აი სანტა კლაუსის ფორმები აცვეთ თან ამ მის წერს და თან ფოტოს ვიღებ და ესეთ კამპანია იყო და ჩვენ წავედით ქუთაისში. და ქუთაისში რო წავედით, ორი მანქანით ვართ და რო უთხარით ერთმანეთს ტელეფონით, რომ აქ ვართ და აქ ჩაუხვი მე გზები ვიცი ხო? მომლიკა და ჩვენ მეგობრებთანაც ვიყავით. გიორგი ბუმლაძე. გიორგი მეგოსკირი და ჩვენი მეგობრები და გიორგი მე ჩავსვამ ამ ფორმასო რა, სანტა კლაუსის ფორმასო და ცენტრალურ ქუჩაზე და დაეწერა დაიდოს ახალი არჩევნები. ხო და ჩვენ მეთქი ახლა ცოტას გაგასწრებთ, მე რო დაწერთ, წამოდი მანქანაში ჩაგიჯერთ და წავალთ. ხო და ხა ჩიხში ჩაუხვეთ პირველ სკოლას და ველოდებით და უყურებთ გარბის სანტა კლაუსი. ახალ წელს ანუ გარბის და მოსდევს 30 პოლიციელი. გადათან რომ მირბის ესე მირბის და მოიძრობს ხუთს გადააგდეს წვერი მოიძრო გადააგდო თან გარბის და ეს და აი ოპერაცია შეუხვი ესე შეტეხა და ანუ გაიზრო ეს ყველაფერი მოვარდა პოლიციელებს და არ ყოფილვარ მე რა ისი მოარდა და სანტა კლაუსი და ესე დაიჭირა ახალ წელს სანტა კლაუსი და დაწენი გავო მულაძე კაი მომისვიდა ანუ ესე იგი რეალურად შენ ახლა მაინც დაკვირვების ობიექტი ხარ ხო ამათთვის ხო ძალიან აქტიურად და ანუ ალბათ სულ აქ გაკონტროლებენ სად გადაადგილებ ანუ გიფრთხიან ერთი სიტყვით ხო ანუ ხო და იყო ესეთი შემთხვევა მაგალითად ქუთაისში ღარიბაშვილი იყო ჩამოსული ამ ხო სასტუმროს ხინდა 2015 წელი იყო სანამ 3 თვით ჩამოსავდნენ ციხეში ლოთკიფანიძის პიჯაკის გამო. მაქედან გადამეკიდა ღარიბაშვილის ვაჟოს და მაგითო ჩახსვეს ჩვენ თორემ მეტი არაფერი პრობლემა არ იყო. და ცეცხლით იხსნება სასტუმრო. მშენებლობა უნდა დაწყებულიყო და ჩემს სახლის წინ ღარიბაშვილი წარმოიდგინეთ. ეხლა მე არ ვიცი მაგრამ რო გავაკარდე ყველაფერი დაკეტილი არის. მეთქი რა ხდება? ღარიბაშვილმა მოვიდეს ეხლა აქ კარგი მეთქი მივედი თბილისიდან ყავდა დასვა ჩამოყვანილი რა მთავარი ის შევედი ჟურნალისტებთან და ხელის კამერა მაქვს ესე დავდექი ჟურნალისტებთან ესე ვიღებ და ამ თბილისმა ვერ მისვლა და ხა ქუთაისელი პოლიციელი ყოფილიყო არ შემიშვიდა მაგრამ ამა ვერ მისვლა და შემიშვა ოღონდ აქედან არ გამოხვიდეო აქ დადგესო პრემიერ-მინისტრი და თქვენო ამ იმას როგორ გეკადრებათ მეთქი მე ყველაფერს დავფიქსე აქედან არ გავინძრები თქო და თეთრხიდიდან მოდის ესე მურღულია იყო მაშინ ისა რა ქვია მერი ქუთაისის და ეს ღარიბაშვილი ხო და რომ მოგვიახლოვდნენ ესენი მურღულიამ დამინახა რა და ფერი შეეცვალა დაკარგა იმიტომ რომ იგრძნო რომ ეს ახლა კაი რაღაცა არ მოხდება იქ რატო დგას ხო რატო დგას და ხმას ვერ ამოიღო ღორწმის ღარიბაშვილს რომ აი ნარსია დგას და გამეპარა და ანუ ამისთვის საყდროს მიიღებ ძალიან დიდ და ეს უნდა გახსნა ყველაფერი და კამერით მივედი და მაშინ ჰაგი ფაშა იყო ახალი დაარქვეს სახელი ჰაგი ფაშა ფაშა ცნობილი მაგის ჰაგი ფაშა როგორ ახალ მეთქი და იქვე დაუძა და უკან ვიღაც ოპერატორი მგონია ვიღაც ბუნკერს ყიდის ყველა შემომესია აბსოლუტურად ანუ ამას დაცვა და 300 მეტრი ფეხი არ დამიდგა ზის ჯიპში ჩამტენეს ესე და ეფექტი გააკეთეს სადღაც 300 მეტრში იყო იქვე რაიონი პოლიციის და აი ოდნავ შეანერეს და გადმომაგდეს იქ პოლიციამ შემიყვანეს და ანუ რომ დაგენახა რომ სადღაც მომიტაცეს და მეძებენ ორი დღე აი საერთოდ ვერ მიპოვეს სად წაიყვანეს და იქვე ვარ გაყოფილი აქ მოდით კაცო პირველი სუში მივიდნენ სადღაც მისულან თუნდაც რა მთელი ამბები ყოფილა და მეორე დღეს დაბარებულია თუნდაც მთელი იმერეთის პოლიცია რა ვიცი ყველა ვინც არის და აი ისეთი გინებაო მე არ გამიგიაო ბიჭო ესო
წვანეთ რო შევღებოთო. აგუ როგორ უნდა შეგეყაროთ მე დებილები ვარ. ნაცია ნაცია. აი სიგიჟოს. ბიჭო სასაულია მოკრე. აკიმ ფაშა როგორ. აკიმ ფაშა. ბიჭო ეხლა მე როგორც ვიცი ამ ჯარიმებიდან რამდენიმე ისეთია გამოწერილი რომელზეც ნამყოფი არ ახარ ხო რაღაცა თქვი ამას წინ ხო ანუ 10-ში და 11-ში ჩემ მეუღლე მუშაობდა და მე ყავდა ბავშვი დატოვებული ვერ ვიტოვეთ ვერავის და არის აქ 10-ისაც ხო 10-ისაც არის და 11-ისაც ანუ ვიღაცამ ავტომატურად ამოქოქა ანუ და ესე წერთ კაპ 10 12 13 ესე ხო წერს ჩვეულებრივად აუჩი მე სასამართლოზე ვიცინე მართლა როგორ დაამტკიცო ახლა ეგრო არ ახარ ნამყოფი სიტყვაზე არა რა მნიშვნელობა ხო დამტკიცებას არაფერი აზრი არა გალო იმ 51 ნომერ კაბინეტში დარბაზში სასამართლოზე შედიხარ იქ აზრი არა არაფერს ანუ აქ ხო ყველაფერი ისა ესე ქვია თავარია რომ რაც შეიძლება მეტი აი ეს გასქილდეს დიდი იყოს რა თან არის იცი ასაც დავაკვირდი ხო ამ ნარკოპოლიტიკასაც მაგიტო ის მასშტაბიან ხო რაღაცა ეს ჩადებები ხო ახობაძეზის და მე მინდა რომ ყველა პატიმარს მართლა პირველ რიგში მხნეობა მოკითხვა და მეწყობება პოლიტპატიმარი და ვიცი რას ნიშნავს და აი ხა მაგას ნიკანარსი კაცია ხო ჩვენ ძალიან ახლობელი ადამიანია და აი ვცნობთ ძალიან კარგად ჩვენი თანამშრომელი იყო ერთ დროს და ნუ აი შოკირებული ვართ ისეთი რაღაცეები გავუკეთეს მაგასაც მე მგონი წამალი ჩაუდის ხო კაციასაც ხო ხო და როგორ გინდა თქო ეხლა მაგი ამტკიცო ეგ ამტკიცო რა ეგ ამბავი რა დავიხსენებ ერთ მეგობრის აი შორეული ამბავი მოყვა რა ერთი ნარკომანი იყო თურმე ადრე ვანოს დიეტაზე რო იჯდა მთელი ქვეყანა არც ანუ ფილმში არის ერთ-ერთი ანუ ნახავ ნარკოტიკები ყრია მაშინ ნარკოტიკი არ არსებობდა საერთოდ და აი რა კროკოდილებს რაღაცებს ხარშავდნენ და ეს ხო ვანოს დიეტაზე ანუ მედამიშვილის დიეტა იყო ეგო დიეტაზე და ყველაფერი არანაირი დიეტაზე დასახალხი იყო და ეხლა მართლა ხალხი იხოცება ჯერ ერთი და მერე და აი იმ ისტორიას გავიხსენებ თურმე ერთი ნარკომანი არის რა კროკოდილს იკეთებს და მამამის ძალიან გაბრაზებულია ამაზე რა ხო და ერთ დღეს იყიდა ლაკოსტას თეთრი ესეთი სპორტულები და ბოტასები აი ყველაფერი ლაკოსტა აცვია და ნიანგი ხო ახათი აქ და შედის სახლში ახლა და მამამის გაზეთს კითხულობს თურმე ეს და დადის ეს რომ დაანახოს რომ აი არ ვარ ფუქსავატი და აი სპორტულები ვიყიდე რაღაცა და დადის გახედა და შეხედა ნიანგი ქვევდას ნიანგი ახატია პოტასების ნიანგი ფორმებსაც გირიგებენ თქვენ ფორმებსაც კაი მომეწონა იცი რა უნდა გითხო შენ ცოტა ხანი იყავი ემიგრაციაში ხო რომელ ქვეყანაში იყავი შვედეთში ვიყავი 3 წელი და მე საბერძნეთში ვიყავ დედაჩემთან ნახევარი და მე 2020-ში ჩამოვიდი ანუ ეს პოლიტიკურით იყავი წასული ხო პოლიტიკურ თამაში ხო კი პოლიტიკურით ვიყავი და სხვათა შორის რა დროს ჩამოხვედი უკან და რატო ჩამოხვედი უკან ეგ მაინტერესებს 2020 წელს ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე რომ არ შედიოდნენ პარლამენტში და მაქსიმუმ ეხა პარლამენტში თუ არ შედის ოპოზიციური დეპუტატი მაშინ ეხა ახალი პირველად თქვეს რომ არ შედიოდა პარლამენტში 16-ში არავის არ უთქვამს ეს მანამდე და ან რის გამო შემოხვედი აი პარლამენტში არ შედიან და აუცილებლად იბრძოლებენ ბოლომდე და всё ეს ხოს რომ აღარ იქნება და მაგის გამო შემოხვედი 2020 დავიჯერე მართლა იმიტომ ესეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო შვედეთიდან ჩამოხვედი დაიგინა კიდევაც რომ კიდევ ერთ-ერთი არ შევდივარ პარლამენტში არ პარლამენტში ესენი იბრძოლებენ ამ ხელისუფლებას შეცვლიან და შენ ადექი და ჩამოვკადი ეგრევე ესენი გამო 2025 წელს გამომართია ესენი თუ შეიძლება შენ 20 მელაპარაკებ ეს ხო დაგვეწეს გავიდა მე მეგონა 2-3 თვეში ახლა მაქსიმუმ შეეცდომა ხელს რომ ჩამოვედი
ჩამოვედი წინახალზე მეც აი დავდგები, იმიტომ რომ ეხლა ამდენი ნაბრძოლი მაქვს მანამდე, ეხლა ეს როგორ გამოვტოვე, ეს თავარი ბრძოლა. საქართველოს აი როგორ და გამოვტოვე და ჩამოვედი, რო ჩამოვედი, ეს დავალომბარდე ოქროს ის მქონდა, რომ 1-3-4 თვე მე თქვი რაღაც თანხარო, ეხლა მისვლა გინდა რაღაც. ხო. და მე 3-4 თვის მე 3-4 თვის შემდეგ გავიდა 4-5. ხო, შეიძლება ხელისუფლება და აგერ ეს ხო ჩამოვედი, მაგრამ ნუ შევიდა პარლამენტში მე, ანუ შეთან ერთად შარმიშელი ჩამოვიდა და ერთად შარმიშელის ბრალი არის? ხო, ეხლა აიდან ჩამოვიდა შვედეთიდან. ეხლა ხوار შევიდე. ხო, ეხლა. მე 4 წელს შევწდი უბრალოდ თორე რა არის. მე მაშინ მეგონა და ეხლა არ შევიდე. მე იცი რა მე რის იმედი მაქვს ეხლა რომ მე იმის იმედი მაქვს რომ ჩვენი ოპოზიცია არ მიიღებს მომავალ არჩევნებში, იმაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მე აი ამ იმედით ცხოვრობ დღეს. ყველა თითოეული მოქალაქე. მოქალაქე. აი ამაზე რომ მსჯელობა მიდის და ბჭობა რომ მიდის, ეს უკვე კაია. ხო და აი ანუ შეხო ახლა ფაქტიურად შვედეთიდან ანუ ეს ამ დავარცხნილი ქვეყანა, როგორი ქვეყანაა და საიდან მე მაგას 3 წელი იქ რო ცხოვრობდი, მე შევეჩვი უბრალოდ სიგნალი არ გამიგია საერთოდ. და მეგობარი იყო ჩამოსული იქ დიდი ხანი იქ ცხოვრობს და მიჩვეული იყო კანონით სიაროს, რომ აქ რო ყველა მაგინებდა რა და რა მოხდა მეთქი და ბჭო 30 რო აწერე 30 მივიდი რა ყველა კანონს ვიცავდა და ამის გამო მაგინებდა ყველა რომ შენი მოხუცი დედავათი და რა გიდა ბოლო რა გაგვატარე არის გიდა რა გიდა ხო, აიქაური პოლიცია როგორია ეს მაგას? შვედური. იქაური პოლიცია მე სხვადასხვა შვედეთის პოლიციასთან მოგებული მაქვს სასამართლო მე პირადად მაგალითად ას ავარია მოხდა ხო პოლიცია ჩამოხდა იქა სასამართლო და ხო და მოვიგე და პოლიციელი დააჯარიმეს სასამართლოს დაგვიანებისთვის 40 ევროთი და ზოგადად რო გამაჩერა ანუ შესაბამისი სიჩქარით არ მივდიოდი რომ დაეძახებინა და გავეჩერებინა რა ანუ დაბალით მივდიოდი და იქ თურმე არის სხვანაირად ჩვენთან რომ აცხადებს ნომერს გააჩერეო იქ არის რო აგინთებს უნდა გააჩერო და მე არ ვიცოდი და უბრალოდ მინთებდა მომყვებოდა და 1-3 საათში ბოლო მოშავანე და წინ ჩამიწე გააჩერეო და შევეჩერე ეგრე მოხდა ანუ რატო გამომეკიდებეს და მე ზუსტად ადვოკატმა ანუ შეიძლება მოგება კი არა უბრალოდ პოლიცია ძალიან ფრთხილად იქცევა ხალხს ეხლა აცემენ ღამებს პროტესტანტები რა იქ რუსთაველზე და პირიქით პლედი უნდა მიუტანო რომ რაღაც არ დაემართოს შენს უზრუნველყოფილი უნდა გახადო მოქალაქე რომ ეგრე არის და აქედან იქ არის პოლიციელი შაბათ-კვირის პოლიციას ეძახიან პარასკევი შაბათი კვირა არის გულები ახატიათ ესე ვის პოლიციელებს დადია და მართლა შაბათ-კვირის პოლიცია ეს გულო აი დაინახო რა აი რაღაც სასიამოვნო შესაძლებელია არის და ანუ იქო ერთობიან პარასკევი შაბათი კვირა აი ძალიან მუშაობს და ხალხს ფული აქვს და კარგად ცხოვრობს და ერთობა კიდევაც ხა ჩვენს ამჯარიმებს არ უწერენ და ვალებს არ ადებს სახელმწიფო და მიდიან პოლიციელები ვინმე ცუდად ხო არა ხარ რაღაც ეკითხება რაღაც ანუ სახში ხო გულებიანი პოლიცია ზრუნავს ხალხს და ყველგან ზრუნობ რომ აი შენი სახელმწიფო თან დაგზდებს და რაღაც რამე ხო რამე ზრუნავს რამე აქ რო ხარებას ახატია გული შაბათ-კვირას რო ხარებას გულის აი რამე დანარჩენ დღეებში ჩაოლებია დაგვანგრევს მაგრამ აი შაბათ-კვირას გული აქვს დახატული და კარგი არის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი ნიკა წარმატებები მინდა გისურვო წარმატებები მინდა უსურვო ჩვენ ყველა ჩვენთაგას ჩვენს ქვეყანას რა იმიტომ რომ ძალიან ბევრს იბრძვი მე რასაც უყურებ ბრძოლის წინა ხაზზე ხარ აგერ უკვე მე-13 წელია ხო და ნუ ძალიან დასაფასებელი ამბავია უღრმესი მადლობა ყველაფერთვის ნიკა ნახსია იყო ჩვენი რა მადლობა გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.